ახლებებზე საუბრით განვაგრძობთ გამოშვებას, ნასას ახალი აღმოჩენა, ეკა კონკრეტულად რა აღმოაჩინეს მეცნიერები? ლევან ნასამ დაკვირვების შედეგად კოსმოსში ახალი პლანეტა აღმოაჩინა, თუმცა ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით. ბულგარეთის დედაქალაქში საქართველო-ბულგარეთის სამთავრობათშორისო კომისიის ხდომა მიმდინარეობს. ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სექტორებში თანამშრომლობა. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც სოფიაში მოლაპარაკებები იმართება. ბულგარეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 179 მილიონი დოლარი შეადგინა. ბულგარელებმა ინტერესი გამოთქვეს საქართველოში ეთერზეთების ერთობლივი წარმოების დაწყებაზე. საქართველოს მხრიდან კომისიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ხელმძღვანელობს. ბულგარეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2011 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში უკვე 279 მილიონი დოლარის სავაჭრო ბრუნვა ჰქონდა და ამ კომისიის ფარგლებში განვიხილეთ ეკონომიკის სფეროების საკითხები, როგორც არის ტრანსპორტის სფერო, ავიაციის სფეროში პირდაპირ რეისების დანიშვნა და ასევე განვიხილეთ სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის საკითხებიც. აგრარული სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა არა მხოლოდ ბულგარეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ვფიქრობ, თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ეთერზეთების წარმოება არანაკლებ მომგებიანია, ვიდრე თუნდაც ღვინის წარმოება. კარგი იქნება თუ საქართველო და ბულგარეთი გაცვლილ ინფორმაციას და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. უნდა გამოიყოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად ამ საკითხზე იმუშავებს.